მუშილია ჭავჭავაძის ძეგლის რეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა, ასევე მუნიციპალური განვითარების ფონდის და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა ძეგლის რეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. მუშილ ძეგლის რეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მეშვეობით ტარდება. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება კვარცხლბეკს, მოხდება მისასვლელი კიბეების რეკონსტრუქცია და კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია. პროექტის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. მთავრობის გადაწყვეტილებით და პრემიერ-მინისტრის დავალებით მე მოხარული ვარ, რომ დღეს დავიწყეთ ილია ჭავჭავაძის ძეგლის რეაბილიტაცია. ჩვენი სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა ძეგლი და ისტორიული მემკვიდრეობის მონუმენტი იყოს აღდგენილი და რეაბილიტირებული. საზოგადოების დიდი ხნის თხოვნის შესაბამისად ჩვენ მოვახერხეთ და დღეს მოხარულები ვართ, რომ უკვე ფიზიკურად შევძელით, რომ გაგვეხსნა დიდი ილიას სამართლად მნიშვნელოვანი მონუმენტის რეაბილიტაციის სამუშაოები. სამუშაოები დღეიდან დაახლოებით 4 თვეში დასრულდება და ძვირფასი გრანიტის მასიური ქვით მოპირკეთებას ითვალისწინებს, მოეწყობა ქვევით ამფითეატრი. კულტურის სამინისტრო თავიდან იყო ჩართული ამ პროექტში. ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა, რომ მართლაც მოეწესრიგებინა ეს გარემო, იმიტომ რომ მართლაც ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. დაიწყო ეს რეაბილიტაცია, მოწესრიგება.